გამარჯობა მეგობრებო, დღეს წარმოგიდგენთ გრავირების პატარა აპარატს. მოდელი არის ARTI Rust K12 Pro, სიმძლავრით 3 ვატი. იგი შეგვიძლია გამოვიყენოთ ტყავზე, სქელ მოყავზე და ასევე ხეზე გრავირებისთვის. არის ძალიან კომპაქტური, როგორც ხედავთ, და მოსაყენებლად ძალიან მარტივია. ნივთი გამოვიწერე ჩინეთიდან, კერძოდ ტაობაოდან, ჩამოვიდა ძალიან კარგად შეფუთული სააღმდგომარეობაში და ტრანსპორტირების დროს არაფერი პრობლემა არ შექმნია. სტანდარტულად გრავირების აპარატთან ერთად გვხვდება პატარა ყუთი, რომელშიც მოთავსებული არის დეტალები, კვება, რომელიც ჩვეულებრივ 220 ვოლტზე მუშაობს, არავითარი გადამყვანი არ სჭირდება. USB-დან Type-C-ზე გადამყვანი, რომელიც გვჭირდება თუ პერსონალური კომპიუტერიდან გავუშვებთ ბრძანებას გრავირებისთვის. ეს კი პლატფორმაა, რომელზეც მოვათავსებთ ჩვენს ობიექტს, რომელზეც გვჭირდება გრავირება. თუ ამ მოდელს შეიძენთ, კარგად დააკვირდით მოყვება თუ არა, ეს ფასში არის განსხვავება და შეგიძლიათ აირჩიოთ. ასევე პატარა სატესტო ფურცლები, ფანერის ფირფიტები და კუბები. ასევე სტანდარტულად დევს ინსტრუქცია და ასევე საფოხი მასალა, რომელიც პერიოდულად გვჭირდება, რომ დავიტანოთ მექანიზმზე, აი ზუსტად ამ წერტილებში. და შემდეგ მოძრაობის დროს თვითონ გადაანაწილებს. თქვენ თვითონაც მარტივად მიხვდებით, რადგან როდესაც ჩამოვა უკვე აქვს ეს სითხე დატანილი და მიხვდებით თუ სად არის საჭირო რომ გამოიყენოთ იგი. აი ამ ფირფიტაზე ვასწორებთ ფოკუს, ანუ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი ლაზერი ეს წერტილი იყოს ძალიან პატარა, რადგან რომ დეტალურად გაგვიკეთოს გრავირება. კვების ბლოკს შევაერთებთ დენის წყაროზე და მეორე ბოლოს შტეკერით დავკავშირებთ ჩვენს პატარა გრავირების აპარატს. ტელეფონით დაკავშირების შემდეგ აინთება მწვანეც და უკვე შეგვიძლია გავტესტოთ ჩვენი გრავირების აპარატიც. ამ გრავირების აპარატს ფოკუსი უკეთდება ხელით, უნდა დავატრიალოთ თვითონ ლაზერის მექანიზმზე და რასაც ვაგრავირებთ, მასზე დავადებთ ამ შავ პატარა ფირფიტას და მასზე გავასწორებთ ფოკუსს. აუცილებელია გამოვიჩინოთ სიფრთხილე და გამოვიყენოთ სათვალეც. მოყვება აპლიკაცია, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს. შეგვიძლია დავაყენოთ სიმძლავრე, სიჩქარე, ამას თქვენ თვითონვე გატესტავთ და მოარგებთ თქვენივე პროდუქტისთვის და შეგვიძლია სატესტოდ გავუშვათ, სანამ დაიწყებთ გრავირებას და მოგვიხაზავს თუ რა ადგილას არის, რა ადგილას დაიბეჭდება და დააგრავირებს ჩვენი აპარატი. გავუშვათ გრავირებაზე, აი ამ პატარა დეტალის ლოგოს დასაბეჭდად, დასაგრავირებლად დასჭირდა 4-5 წუთი, ხარისხი არის ძალიან მაღალი, მაგრამ საკმაოდ ნელი არის
პატარა პროექტებისთვის ჩემი აზრით იდეალურია ფასთან მიმართებით. საშუალოდ $100-110 ღირს ჩინეთში პლუს ტრანსპორტირება თუ სახმელეთოდ ჩამოიტანთ $30 და სადღაც $300-320 ეტევით საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია. ეხლა გაჩვენებთ ხეზე დაგრავირებულს, ხარისხი კარგია. გრავირების მაქსიმალური ზომა არის 10-8 სანტიმეტრებში. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.